კონტრაბასი და საქსოფონი, ვისთვის მუსიკალური ინსტრუმენტია, ვისთვის უკანასკნელი იმედი. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან. ცნობილი სცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლი გვიყვება ამბავს, თუ როგორ იქცა მუსიკალური ინსტრუმენტები ჯოზეფინასა და დაფნას გადარჩენის გზა. სიუჟეტი 30-იანი წლების ჩიკაგოში ვითარდება, რომელიც ორი უსამსახუროდ დარჩენილი მუსიკოსის წარმატებამდე განვლილ ცხოვრებას აღწერს. კლასიკური მუსიკის შედევრი გვიყვება ამბავს მკაცრ სოციალურ პირობებში ადამიანის გადარჩენის მთავარ ინსტინქტებზე. ცხად ყველაფერს ვერ გავხსნი კარტებს, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვის, მაგრამ გარდა იმისა, რომ ცოტა ექსცენტრულია და რაღაცნაირი ცხოვრების მოყვარული და რაღაცა ხალისიანი გოგო, ძალიან ბევრი სევდიანი მომენტებიც აქვს. მიდე ბატონმა გოჩამ ვიმუშავეთ ამ როლზე, რომ არ ყოფილიყო მსგავსება და არა მხოლოდ ჩემი პერსონაჟი, სხვა მთავარი როლის შემსრულებლებიც ესე არის გადაწყვეტილი, რომ არ ყოფილიყო მიმსგავსება და არანაირი მსგავსება არ არის. ხელმოცარული მუსიკოსები ცდილობენ სამსახური იპოვონ და სრულიად შემთხვევით მკვლელობის მოწმენი ხდებიან. სამსახურის ძებნის პროცესში კი გასტროლზე წასვლის შანსი უჩნდებათ და სწორედ ამ დროს იწყება მძიმე ყოფაში ჩავარდნილი მუსიკოსების საინტერესო ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს არის ის სპექტაკლი, სადაც მაყურებელი მოვა და ის დრო, რა დროც სპექტაკლია, გაერთობა ძალიან, იცინებს ძალიან ბევრს, დასევდიანდება კიდევაც და წავა აუცილებლად აი ზუსტად იმ რისთვისაც არის შექმნილი თეატრი, რომ ადამიანს მიცეს ბედნიერება, ხალისი, რაღაცა დაისვენოს, დაფიქრდეს საკუთარ თავზე, ბევრიც იცინოს, ბევრიც იცევდიანოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიიღოს ის დიდი ძალა, რომ შემდგომში უფრო გააგრძელოს ცხოვრება. სპექტაკლი ადამიანების გადარჩენის კიდევ ერთ საშუალებაზეც გვიყვება. მაგალითად ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით ორკესტრში მოსახვედრად მამაკაცებს ქალის კოსტიუმების მორგება უხდებათ. აქ კი დრამას კომედია ენაცვლება. მართალია მხოლოდ გრიმი და პარიკი სრულყოფილად განსახიერების საშუალებას ხშირად ვერ იძლევა, თუმცა რადგან პერსონაჟები ამ გზას გადარჩენისთვის მიმართავენ, შედეგი წარმატებულია. მე ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება ასეთი ლაღი, ასეთი მხიარული, ასეთი ტემპო რიტმით სპექტაკლი და მე ვფიქრობ, რომ მოსული მაყურებელი ძალიან ბევრს იმხიარულებს და ძალიან კარგი საღამო ელოდება ბათუმე მაყურებელს. მამაკაცები, რომლებიც იძულებულნი არიან, რომ ქალის ფორმა, ასე ვთქვათ, მოირგონ, ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობენ, რომ რა რთული ყოფილა ქალობა და რა რთულია თურმე, აი ისინი მიხვდნენ რა რთულია ქალობა. პიესის სათაური ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან, მონაწილეთა სქესს პირდაპირ ირჩევს. ეს ის მუსიკალური სამყაროა, სადაც მთავარი როლი ქალებს აქვთ. პიესა იყენებს ჯაზს როგორც მეტაფორას თავისუფლებისა და თვითგამოხატვისთვის. სპექტაკლი ბევრს დააფიქრებს, ბევრს გააცინებს და შესაძლოა ბევრმა გადარჩენისთვის განვლილი საკუთარი გზა გაიხსენოს. ხელოვანების შეფასებით პიესას ჯაზი იმდენად უხდება, რომ შესაძლოა ამ შერწყმაზე ტექსტის ავტორებს არც უფიქრიათ. დრამატურგიამ კი თავისი როლი ზუსტად შეასრულა. თეატრალურმა დასმა და რეჟისორმა კი ბევრი სათქმელი და უფრო ბევრი საიდუმლო მაყურებელს პრემიერისთვის შემოუნახა. ველოდებით, რომ ამ სპექტაკლზე მოთხოვნა ძალიან დიდი იქნება, რამე თუ თემა მოგეხსენება ძალიან ცნობილია და მოხდა მისი ამ ეკრანიზაციის სცენაზე გადმოტანა ატონი გოჩაკაპანაძის მიერ და მე მგონი საინტერესო სპექტაკლი გამოდის, საინტერესო სათქმელით, იუმორით და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი იქნება მოთხოვნა ამ სპექტაკლზე დასწრების. არც სხვა სპექტაკლებზე გვაკლია ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ამაზე ბატონღას მაინც განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. პატარა ეპიზოდური როლია ბატონმა გოჩამ დამდო პატივი და მის სპექტაკლში. ღებულობ მონაწილეობას ამ კონკრეტულ სპექტაკლში, ეს არის ბონაპარტეს როლი, ერთ-ერთი მაფიოზის როსია. რომელიც პიროვნულად საერთოდ ამგავს, მაგრამ საინტერესო შესრულებელია ისეთი. მაფიის ბოსს თამაშობ კონკრეტულად და საკმაოდ ისეთი საინტერესო სამუშაო გამოვიდა. ეს არის კომედიური ჟანრის, კომედიური მუსიკალური, ესეთი ქორეოგრაფიული ჟანრის, ფარსი და კომედია ჟანრი ესე შევაერთეთ. მაყურებელს კიდე რაც შეხავათ მე მაყურებელს, ეს არის განებივრებული მაყურებელი, ძალიან მომთხოვნი მაყურებელი. და ვფიქრობ, რომ მათელი ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი განწყობის და სუპუქი კომედია, რომელიც ძალიან ბევრ
აგრეთვე ძალიან ბევრ მომენტებზე ჩაფიქრებს და მიხვდებიან, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ იავარდები, ცხოვრება არის ბევრი დაცემა ადგომით და ყველაზე მთავარი არის, რომ სიყვარულია. თავარი მამოძრავებელი ძავა, სიყვარული ყველაფერს დაალაგებს ამ სამყაროში. აი ამაზეა. სპექტაკლის პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ხვალ გაიმართება. თეატრალური დასი ნამუშევარს ყაზახეთის სცენაზეც ითამაშებს. გასტროლის მხარდამჭერი აჭარის კულტურის სამინისტროა.